მილანური საახალწლო დეკორაციები ანთებულია, სცენაც დამონტაჟებული, თუმცა საახალწლო და სადღესასწაულო განწყობა ნაკლებად. მიუხედავად დედაქალაქის მერის მტკიცებისა ამ ტერიტორიაზე, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ეს არის საახალწლო სოფელი, აქ ბავშვებს ნაკლებად ვნახავთ, ძირითად შემთხვევაში ხანდაზმული მოქალაქეები გადაადგილდებიან ეტაპობრივად და აქ ნახავთ დედაქალაქის მერის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს და ინდოელ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოში სასწავლო მიზნით არიან ჩამოსულები და პრინციპში არა აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ხდება ქვეყანაში იმ არალეგიტიმური ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით. ჩვენ რამდენიმე საათია აქ ვიმყოფებით და როგორც უკვე გითხარით, აქ ბავშვები არ შეგვინიშნია, მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეები, ხანდაზმული მოქალაქეები გადაადგილდებიან ტერიტორიაზე, ეტაპობრივად ისმის სიმღერის ხმა, თუმცა სადღესასწაულო განწყობა აქ ნამდვილად არ არის. არც დედაქალაქის მერია, არც რომელიმე საჯარო მოხელე და არც რომელიმე ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელი, როგორც ჩანს, წელსაც ტრადიციულად ისინი საქართველოში ახალი წლის შეხვედრას ამჯობინებენ, რომ რომელიმე ევროპულ ქალაქში წავიდნენ ოჯახთან ერთად და იქ შეხვდნენ ახალ წელს. ასეთია ვითარება ახლა საახალწლო სოფელში, წელს ნამდვილად განსხვავებული ახალი წელი დაუდგა ქართულ ოცნებას, ვერანაირი პომპეზურობა და ღონისძიება ვერ გაბედეს მართველი პარტიის წევრებმა იმ ფონზე, რაც ხდება რეალურად საქართველოში, მუდმივად საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ ხელისუფლების რუსულ რეჟიმს და შესაბამისად დედაქალაქის მერს უკან მოუწია დახევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვნახეთ დედაქალაქის მერის არაერთი მცდელობა, რომ საახალწლო ნაძვისხე პომპეზურად და ღონისძიების ფარგლებში აენთო, ვნახეთ ხანდაზმული მოქალაქეები, რომლებსაც წელს განსაკუთრებით უხაროდათ ნაძვისხის ამთების ღონისძიება, ვერ შეძლეს სამწუხაროდ მათაც ამ ნაძვისხის ღონისძიებაზე მისვლა და დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილ საჯარო მოხელეებს უკან მოუწიათ დაბრუნება. ამის შემდგომ უკვე მიიღეს გადაწყვეტილება და ღონისძიების და კახაკალაძის სიტყვის გარეშე აანთეს მთავარი ნაძვისხე და პრინციპში სოფელიც, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით და ალბათ ხედავთ მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები ფაქტობრივად არ გადაადგილებდებიან, მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულები არიან მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ვის ან რას იცავენ ისინი ამ ტერიტორიაზე არის უცნობი. საქართველოში არ არის საახალწლო განწყობა. ახლა ვინც გამოვიარე, ზუსტად ვიცოდი, რომ ეს დამხდებოდა. ზუსტად ვიცოდი, რომ საქართველოში ახლა არავის არ ეზეიმება და არ ახალწლება. ბავშვს ვერ ნახავთ. მთავარი სათქმელი საქართველოსი არის თავისუფლება, რეჟიმის ტყვეებს, ახალი არჩევნები და წინ ევროპისკენ. ასეთია საახალწლო სოფელი ქართული ოცნების რეალობით, მიუხედავად დიდი მტკიცებისა კახაკალაძისა და არალეგიტიმური ხელისუფლების მისამართით, საახალწლო განწყობა ნამდვილად არ იგრძნობა ამ ტერიტორიაზე, მხოლოდ და მხოლოდ როგორც გითხარით, ხანდაზმული პირები გადაადგილდებიან ეტაპობრივად. ჩვენ ვცადეთ ამ ტერიტორიაზე გართობა, თუმცა სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ, აქ რთულია მარტო გადაადგილდე და გაერთო, ეტაპობრივად მხოლოდ მუსიკის ხმა ისმის, თუმცა მოცეკვავეები და ღონისძიებისთვის მყოფი მოქალაქეები აქ ნამდვილად არ არიან.